ბაგებში ამ ადგილას, სადაც მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი შენდება, მოსახლეობას გიგი უგულავა ხვდება. მერობის კანდიდატის გამოჩენამდე საგანგებოდ მზადდება სცენა და მასთან მისასვლელები. გიგი უგულავა ბაგების მოსახლეობასთან ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ბატონ აცმიშვილთან ერთად გამოჩნდა. თავარი საკითხი, რომელიც დღეს ისევ და ისევ უკლებლივ თბილისის ყველა უბანში თბილისელებს გვაწუხებს, მაინც არის დასაქმება. და თუ ჩვენ გვინდა რომ კეთილმოწყობა ვაქციოთ კეთილდღეობად, ამისთვის თბილის მეტი დასაქმება გვჭირდება. იმ დროს, როდესაც გიგი უგულავა ბაგების მოსახლეობას ესაუბრებოდა, საარჩევნო შეხვედრებს თბილისის სხვა რაიონში ირაკლი ალასანია მართავდა. დასაქმება ალიანსის კანდიდატისთვის მთავარი დაპირებაა. ირაკლი ალასანია ამ მომრჩევლის დაინტერესებას დასაქმების გარდა სხვა სოციალური პროგრამებით და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებით ცდილობს. უმუშევრობა, რომელიც პრაქტიკულად ტოტალურია თბილისის ყველა უბანში, აქაც პრობლემურია. ნახევარზე მეტი თბილისის მოსახლეობის დაუსაქმებელია და გვაქვს საუბარი სწორედ ჩვენი დასაქმების პროგრამაზე, იმაზე თუ როგორ შევქმნით პირველივე წელს 50,000 სამუშაო ადგილს ჩვენი საოჯახო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფონდით. ეს ვინმეს ვენეცია არ ეგონოს. ეს არის ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონი, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე საერთო საცხოვრებლის ტერიტორია. წინა საარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან გამართეს ვიაძიზი გურმაც. ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატი ნუცუბიძის ქუჩაზე საერთო საცხოვრებელთან მოსახლეობას შეხვდა და გამარჯვების შემთხვევაში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას დაპირდა. ძალაში რჩება ძიძიგურის სხვა დაპირებებიც, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, დასაქმება და სოციალური პროგრამები. რომელი თბილისელი შეიძლება ცხოვრობდეს ასეთ მდგომარეობაში და თბილისელებიც, რომლებიც ცხოვრობენ ასეთ მდგომარეობაში და ასეთი ფაქტებიც არის საკმაოდ ბლომად, მათაც უნდა თქვან ძალიან კატეგორიული არა და არ დაუჭირონ ხარი ამ ხელისუფლებას. მუხიანის მოსახლეობას ხვდებოდა დღეს სახალხო დემოკრატების მერობის კანდიდატი. ნიკა ივანიშვილმა მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სპორტსმენი გურამ საღარაძე წარუდგინა. საარჩევნო ოლქებში წავაგია ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი, უბრალოდ ეს მოხდა მუხიანში, რადგან პირველი შეხვედრა აქ იყო, წარუადგინეთ მუხიანელებისთვის, ვფიქრობ, სავსებით მისაღები კანდიდატურა. წინა საარჩევნო შეხვედრებს მერობის კანდიდატის გარეშე განაგრძობენ ქრისტიან დემოკრატები. გია ჭანტურიას თბილისში არ ყოფნის გამო ვაკეში ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხოლო ინგა გრიგოლიამ და ლევან ვეფხვაძემ წარუდგინეს. თუ კი შემოხაზავენ 10 ნომერს 30 მაისს, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს კომუნალური გადასახადების დაწევას, ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილს, ეს ნიშნავს კონკრეტულად პროგრამებს, რომელიც უკავშირდება ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, განათლებას და ამ შემდეგ. თბილისის კიდევ ერთი მერობის კანდიდატი, რომელიც ხალხს დასაქმებას პირდება, გოგი თოფაძეა. მრეწველების ლიდერს მოსწონს, რომ დასაქმების თემა ყველა სხვა კანდიდატის პროგრამაშიც პრიორიტეტულია. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არც თუ ისე ახალი დაპირება მრეწველთა პარტიის მიერ რამდენიმე წლის წინ დაწერილი პროგრამიდანაა. ჩვენ ეს ყველა უბან დავდივართ. ყველა პატარა მიკრორაიონში შევდივართ. ყველგან ხვდებით ხალხს, ყველგან აუარება პრობლემაა. აი დღეს არა გზა, არა წყალი, რაც ვიყავით ჩვენ. ირდება არა ბავშვების გასანძრევი არ არის კაცო. თბილისის მერობის მსურველები წინა საარჩევნო შეხვედრებს თბილისის სხვადასხვა უბნებში და მოსახლეობის საკუთარი პროგრამის უპირატესობაში დარწმუნებას 30 მაისამდე განაგრძობენ.